მეთოდალოს გადაძიება. უფალო როგორც ამბობს სამბუნებში მე მონაიშენი და ზემხევლისა შენისა განხეთქილ საქმეები ჩემი შენ და შევცრობ სვეტლიქებისა და სახელმწიფოებისა მხადო. აი საოცარი სიტყვები 115 ფსალმში და მართლაც აი ეს ჩვენი ცხოვრების ჩვენი კურთხევების მიზანი თავარი ლეიტმოტივი არის ზუსტად ეს რომ შევცრობ სვეტლიქებისა და სახელმწიფოებისა მხადო. ამიტომ ეს ქმედებები განსდევს ყოველგვარ ნეგატივს, ყოველგვარ უარყოფითს, ყოველგვარ ცუდს და მიხსენებენ კრულებისა მოზიებათა ჩემთვის მინიმიშოთ წარსულიდან ამბობს ასევე გევედრები უფალო რომ მიხსენ ყველა ჩვენი მართლიანი ქრისტიანი ყველა ადამიანი ყოველს ამბობისა გზა გაუხსნა ისაიდება სულსათმობილა რა თქმა უნდა ცოდები რომელსაც ვიდნენ სულ მუდამ ვიქლის ხელს იმაში რომ იმწავიდეს მაგრამ სწორედ აი ლოცვით მართვით უცხელებით ზუსტად ეს კრულება სოლის კრულება გადის ჩვენგან და მიხსნის და ამიტომ გაცილებით უფრო გვიადვილდება ეს მძიმე მიწიერი ცხოვრება ისედაც მძიმე მაშინაც ფაქტიურად ისედაც მძიმე ფორმატში იმიტომ რომ გარდატეხის პერიოდებში მძიმე და თავისებურია. ამიტომ 1000 გვარი მანკიერება, 1000 გვარი სოლა, 1000 გვარი ესე ვთქვათ ნასკვი წარმოიშობა ჩვენ ცხოვრებაში. რა ხსნის ამ ნასკვებს, რა ხსნის ამ მანკიერებებს, რა ხსნის ამ მავნეჩვევებს, სობის შედეგებს, სულიერ ნეგატივს, ესე ვთქვათ გულის დამძიმებულობას, ჩვენ სულიერ გაქვევებას, სიბლაგვეს, სიტლანქვეს, არბილებს, ამშვიდებს და გზას უხსნის და ამსუბუქებს და უმსუბუქებს ადამიანს მადლი ჩვენს იესო ქრისტეს. ამიტომ ეს მადლი ყველგან უნდა მივიტანოთ. ის იქნება სახში, სახლის კურთხევის დროს, ის იქნება შიგნით თუ გარეთ, ჩვენი ცხოვრების ყველა სივრცეში, ჩვენს შინაგან სამყაროში, ჩვენს გარეგან, ასე ვთქვათ, ცხოვრებაში, ჩვენს ყველა ქმედებაში, აზრში, სიტყვაში თუ საქმეში, ზუსტად ეს ქება უფლისადმი აღვავლინოთ და ვადიდოთ მისი სახელი, რომ მეტი ნაყოფი გამოვიდოთ. წინამედ შემთხვევაში თუ ადამიანი არ შრომობს, ალოცულობს, არის მოდუნებული, ხელს ჩაიხნევს თავის თავზე, ესეც საწაკვეთილება დიდი სოდვა უნდობა, ხო? სულიერ უნაყოფობაში იმყოფება, უიღბლობაში, ასე ვთქვათ, ხელმოცურება, როგორც არის, ხელმოცარვებაში, რა ასე ვთქვათ, ხო, შეიძლება ითქვას. და იმყოფება, ასე ვთქვათ, გადაიზრდება ხოლმე მისი ცხოვრება ერთ ბლავ და მდოვრად მიმდინარე ნეგატივში და წარუმატებლობაში. ამისაგან რომ გამოვიდეს ზუსტად ამისათვის ვილოცავთ, ვაგობთ და ეს კაცის უცოდის რომ არის და ასე შემდეგ. რასაც ვკითხულობთ ჩვენ. აი ამისათვის და ყოველგვარი კრულებისაგან, ყოველგვარი სულიერი საკველისაგან, ყოველგვარი ასე ვთქვათ უნაყოფობისაგან, სულიერი სიმძიმისაგან, იმისაგან რაც უშლის ადამიანის წინსვლაში, აი ამ ლოცვებს ვკითხულობთ რომ სახის კურთხეველი დასწრებული დამთავრებული ლოცვები რომელსაც ვისპარაკისი რო ქვია თუნდაც სხვა ლოცვები რომელსაც ვკითხულობთ ხოლმე. ეს ყველაფერი ეხმარება და უხსნის ადამიანს გზას რომ მისი ცხოვრება გაუმჯობესდეს და უკეთესი გახდეს, წინ წავიდეს. ახლა შეიძლება ვარსკვლავებს ვერ წვითავდეს უცებ და რაღაც ესეთი საოცარი ცვლილებები და მეტამორფოზები არ მოხდეს, მაგრამ თანდათანობით მცირედი წინსვლა მერე ჯამში დიდ ინტერვალს ზოგადად დიდ წინსვლას ნიშნავს. ის მცირედ რომ ბალახი ნელ-ნელა იზრდება მცენარე, ხო, ეს სილამაზეს ნელ-ნელა იზრდება ესე, მაგრამ როდესაც მე გავადრო, ხედავ რომ ამხელა გაზრდილა. ძალით და დაჩქარებით ვერ ამოზიდე, ვერ გაზრდი, მაგრამ თანდათანობით შეხედავ რა პროცესს, შენი მოვლისა, კეთილგანწყობისა ამ მცენარეებისადმი, ხო, უფალი ყოველთვის კეთილგანწყობილია შენ მამ. ეს რო სულიერი ნაყოფი რომ გამოვიღოთ, ამისაც ჩვენი ფესვების ზეცაშია, მიწაზე კიდე ნაყოფები უნდა გამოვიღოთ. ამისაც ვიკვებებით, გვაძლევს უფალი უამრავ წყალობას, უამრავ ასე ვთქვათ, სულიერ მადლს იმისაც რომ ჩვენ მივიღოთ შევისისხოთ და გამოვიღოთ ნაყოფი უხილავი. ხილულში გადავა და შეგვეწევა და გაძლიერებული ვიქნებით. ამიტომ მე თქვა დალოცოს ეს ოჯახი, ყველა ჩვენი მრევლი, ყველა ჩვენი ოჯახი განაახლოს სულიერი წინსვლა მისცეს, გაიხსნას ისინი ყოველსაგან ბოროტისა, ყოველსაგან განაახლოს სულიერად, ანუ ძალები ახალი იმუნიტეტი მისცეს. და
განახარვოთ ყოველგვარი მწუხარება ჩვენი მრევლისგან, ერისგან საერთოდ. ეხლა ნეგატიურ და რაღაცა სულ ნათელი ვერ იქნება, რაღაცა ჭრდილიც იქნება, რაღაცა ნეგატივიც იქნება, მაგრამ იმისათვის ასე რომ ნათელში გავძლიერდეთ და უფრო შუქჭრდილი ერთმანეთისგან გავარჩიოთ. ესეც და თან მეტი გამოცდილება მივიღოთ და სინთეზირებით პლუსისა და მინუსის ერთი დიდი საოცარი გამოცდილება გამოვიტანოთ. ქრისტე ნათელი ჭეშმარიტო, დაიცავი სუჯეტი და ყველა ჩვენი მრევლი, ყველა ვინც ევედრება ქრისტეს მართს, ის იცოდეს მან, რომ ხალი ჩვენი იესო ქრისტე არის მოწყალე, არის არასდროსად დაპყრობს, გზას გაუხსნის, გულწრფელი ლოცვა, გულწრფელი ვედრება, სიყვარული, სითბო, სარწმუნოებაში გაძლიერება, იმედში გაძლიერება, სიყვარულში და სიყვარულის თესვა და სიკეთის თესვა არ დაიკარგება და ასმაგად მოგცემს უყალი ჩვენი იესო ქრისტეს მინიმუმ და უფლის ასმაგი რამდენია ეს ჩავიხედოთ ჩვენ ყველა ჩვენს გულებში და ნახავ და მივხვდებით. მადლობა ჩვენს ეხოს თქვენ და ამოჯახდეთ ყველას თანა ამი.